გიორგი მარგებაძე მცირე და საშუალო ჰესების ასოციაციის თავმჯდომარეა ჩვენთან ერთად. გიორგი, ძალიან დიდი მადლობა შენი დროისთვის. მოგესალმებით. პირველ რიგში ზოგადი შეფასებით დავიწყოთ. გასულ წელს, მთლიანი წლის განმავლობაში საშუალოდ 50 მეგავატი დადგმული სიმძლავრე შევიდა ჰიდროგენერაციის კუთხით სისტემაში. პირველ რიგში არსებული მოთხოვნის პირობებში რამდენად საკმარისია ეს და შემდეგ უკვე გადავიდეთ უფრო კომპლექსურ შეფასებებზე. ხო, პირველ რიგში ეს ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი ეკონომიკური ზრდა ყოველწლიურად არის 5-6% შესაბამისად ზუსტად იგივენაირად მისდევს ელექტროენერგიის მოხმარების ზრდა, იმიტომ პირდაპირ პროპორციული არის, პირდაპირ დაკავშირებული არის ერთმანეთთან. და ხო, სამწუხაროდ ესეთი სადგურების, არ ვიცი, წელიწადში 50 მეგავატია თუ რაც არის, ვერ ეწევა ჩვენს, ასე ვთქვათ, მოხმარებას. შესაბამისად, უნდა რაღაცა სწორი მეცადინეობით ისე გავაკეთოთ, რომ მეტი და მეტი სადგურები შევიდნენ ექსპლუატაციაში, რომ ასე ვთქვათ, დაეწიოს მოხმარების ზრდას და ეს 2030-ისთვის, როგორც არის დაანონსებული, რომ ჩვენი მთლიანი მოხმარების დაკმაყოფილება მოხდეს ჩვენს ქვეყანაში, სამშობლოში წარმოებული ელექტროენერგიით, მიღწევადი რომ გახდეს, ბევრი სამუშაო არის ძალიან ამ კუთხით. კი ბატონო, გიორგი, საკმაოდ არაორდინალური მდგომარეობა გვაქვს დიდ ჰესებთან დაკავშირებით, კასკადურ ჰესებს, რასაც უწოდებთ. არის ინვესტორების ინტერესი, არის კონკრეტული პროექტები, იგივე ხუთონი ნამახვანი ნესკრა. არის მოლაპარაკებები, თუმცა რამდენიმე ათწლეულია მოლაპარაკებების ფაზას პრაქტიკულად ვერ გაცდა ეს პროექტები. სად არის პრობლემა და სად ვართ დღეს? ხო, პრობლემა ბევრი არის. პირველ რიგში ეს კომუნიკაციის პრობლემა იყო, რომელიც ჩვენ დავინახეთ ნამახვანის პროტესტის დროს. და მიმაჩნია, რომ სწორი იქნება, ეხართული იქნება ინვესტორის მოყვანა ესეთ პრობლემატურ პროექტებზე და საპასუხისმგებლო პროექტებზე, ხო, ვის უნდა უთხრა, რომ ამხელა თანხები ჩადოს, რომ მსგავს პროექტებში შევიდეს, ვიცით, რომ ენკასთან სასამართლო გვაქვს აგებული და თანხები გვაქვს სერიოზული გადასახდელი ქვეყანას. ამიტომ ვფიქრობ, რომ სახელმწიფო უნდა იყოს ამაში ჩართული, სახელმწიფო უნდა დაიწყოს ამ პროექტების კეთება და როდესაც კონკრეტულ რაღაცა ეტაპამდე მივა და უშუალოდ 60-70% იქნება გაკეთებული, ხო? რაღაცა მიწები გამოსყიდული, მოსახლეობა დაკმაყოფილებული, არ ვიცი, მიერთების საკითხები გადაწყვეტილი, ბეტონი ჩასხმული პირობითად რაღაცა კაშხალი აშენებული და შემდეგ შეიძლება უკვე ინვესტორის ზებნა რომ შემოიყვანო, ასე ვთქვათ, ინვესტორის თუმცა ინვესტორები პრინციპში არსებობენ, ინტერესი არის კონკრეტულ პროექტებთან დაკავშირებით, მაგრამ ნუ იგივე საზოგადოების პროტესტი, იგივე მე არ ვიცი ეგეთი ინვესტორი თქვენ იცით, ვინ არის დაინტერესებული რომ გააგრძელოს ეს საქმე სახელმწიფოს გარეშე? არა, გააგრძელოს არა, თუმცა ენკას შემთხვევაში იყო ინვესტორი, რომელსაც სახელმწიფოს მხარდაჭერა იყო. კი ბატონო, როგორ მივედით იქამდე, რომ ინვესტორი წავიდა არბიტრაჟში? რა იყო მიზეზები? მიზეზები ჩვენ ყველანი ვნახეთ, ჯერ პირველ რიგში პროტესტი ვნახეთ, მერე ამ პროტესტზე კიდე აყოლილი ხალხი ვნახეთ. ტელევიზიები ვნახე, მე მახსოვს ეს პროდასალური ტელევიზიები ძალიან ბევრი, მათ შორის პოლიტიკოსები ვნახე ძალიან ბევრი, რომლებიც დაინახეს ბევრი ადამიანების შეკრება, ენერგეტიკა ეგრევე ცუდი გახდა. და არ ვიცი, იმხელა ის იყო, რა ქვია, მხარდაჭერა ქონდა ამ პროტესტს, რომელიც პირდაპირ ურტყავდა ჩვენი ქვეყნის განვითარებას, ეკონომიკურს, ენერგეტიკულს. ეს პრობლემა იყო ძალიან დიდი. ზოგადად ჩვენ, ბატონო? ეს იყო მართული პროცესები? კი, რა თქმა უნდა, მიმაჩნია, რომ ეს მართული პროცესები იყო. ამხელა პროექტი, როდესაც კეთდება ჩვენს ქვეყანაში, ძალიან ბევრი მტერი ყავს ჩვენს ქვეყანას, არა მარტო გარეთ, არამედ შიგნით და ეს ყველაფერი დაიწყო ნავთობსადენი და გაზსადენის მშენებლობა, როცა დაიწყო საქართველოში 2001 წელს, როცა შევარნაძემ დაანონსა, რომ ბაქო-თბილისი ჯეიჰანის ეს ორი გაზსადენი უნდა გაკეთებული იყო, ჯერ მაშინ ჩამოყალიბდა ეს მწვანე ალტერნატივა და მაშინ დაუწყეს ბრძოლა ამ პროექტებს. ეს პროექტები არ ყოფილიყო, დღეს სად ვიქნებოდით, კაცმა არ იცის. ზუსტად იგივე არის ნამახვანი და იგივე არის ნესკრა და იგივე არის ხუდონი. შესაბამისად, კი, ეს პროტესტები მართული არის, ამის უკან რაღაცა ძალები აუცილებლად დგას და სამწუხაროდ იმ დროს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის, არ ვიცი, რაღაცა ნაწილს არ აღმოაჩნდა იმისი უნარი, რომ სწორად გაეგო, ასე ვთქვათ, რა პროტესტის გვერდზე იდგა და რას ეწინააღმდეგებოდა.
ნახოთ, არ ვიცი, ყველაფერი ხა არ ვიცი, ამ პროცესში ინვესტორი არსებობს თუ არ არსებობს, კერძო იმის დაინტერესდება, იმიტომ რომ ჯერ არბიტრაჟები და ასე შემდეგ პრობლემები არის მოსაგვარებელი და არც ის მგონია რომ შემდეგში ვიღაცა გაბედავს, ასე ვთქვათ, და სახელმწიფოს გვერდში დგომის გარეშე, გულისხმობ გვერდში დგომას, არ ვიცი, ყველანაირად ამ პროექტების, ასე ვთქვათ, მოგვარებაზე და ხორცის შესხმაზე წავა. შესაბამისად, ეს სახელმწიფო უნდა იტვირთოს და ყველაფერს თავი დავანებოთ მსგავს პროექტებში. სახელმწიფო აუცილებლად რაღაცა წილობრივად უნდა იყოს დარჩენილი. არ ვამბობ, რომ მას საკონტროლო პაკეტი უნდა ეჭიროს, იმიტომ რომ იმაჩნია, რომ კერძო ბიზნესმა უნდა განავითაროს ეს სფერო და მაგრამ რაღაცა წილობრივად რომ უნდა დარჩეს, ეს აუცილებელი არის. 30% იქნება თუ 40 თუ 55. კი ბატონო, გიორგი, სხვადასხვა ჩვენ ჰიდრორესურსებზე როდესაც საუბრობთ, ძალიან საინტერესო არის იგივე წყალუხვ ქვეყნებთან მიმართებაში, სად ვართ ჩვენ. მაგალითად, ახლა იგივე ჩვენ თუ შევხედავთ სხვადასხვა ქვეყნებს, იქნება ეს ნორვეგია თუ ასე შემდეგ, 90%-ზე მეტი არის ჰიდრორესურსის გამოყენებული. ამ კუთხით სად ვართ ჩვენ და ჩვენი ჰიდრორესურსის დღეის მდგომარეობით რა პროცენტული მაჩვენებელია გამოყენებული? უხეშეი დათვლები რაც არის გაკეთებული, ჩვენ სადღაც 18-20% გვაქვს ჩვენი ჰიდრორესურსის ათვისებული და კიდევ ძალიან ბევრი არის ასათვისებელი. ხო, რომ ნახოთ ახლა ნორვეგიას რო შევედაროთ, არ ვიცი, ეს არის ქვეყანა, მე თუ მკითხავთ, ევროპაში პირველი ქვეყანა არის და დღეს ფაქტიურად ფლაგმანი არის იმ კუთხით, ანუ ლოკომოტივი არის მთელი ევროპის, აი ამ ომის ფონზე, როდესაც რუსულ გაზს ჩამოცილდა ევროპა, ნორვეგია არის, ვინც საკუთარ ნავთობპროდუქტებს და გაზს აწვდის ევროპას და ეს მხოლოდ და მხოლოდ იმის ხარჯზე არის, რომ მათ თავის დროზე საკუთარი ენერგეტიკა განავითარეს, განახლებადი ენერგიები და კონკრეტულად ჰიდრორესურსები განავითარეს ისე, რომ მთელი საკუთარი თბოსადგურები სტენდბაიზე უყენიათ, გათიშულ მდგომარეობაში არის და ამ გაზის მიწოდება მაშინ 25% იყო ომამდე და ეხლა გაზდილი აქვს დაახლოებით 38%-ამდე, ზუსტად აი ამ ჰიდროენერგეტიკამ ხნა დღეს ევროპა რო ასე ვთქვათ ისევ ფეხზე დგას და კარგად გამოიყურება. რომ არ ყოფილიყო ჰიდროენერგეტიკა ნორვეგიისთვის ის გაზი, რომელსაც ევროპას აწვდის ნორვეგია, მოუწევდა, რომ საკუთარ ქვეყანაში დაეწვა, რომ ელექტროენერგია გამოიმუშავებინა. შესაბამისად, მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ზოგადად ქვეყნისთვის ის რესურსი, რაც ჩვენ გვაქვს, რომელიც, არ ვიცი, ულევად მოდის და მიედინება ერთ დღეში მეორეში. გიორგი, ძალიან საინტერესო თემას შეეხება და ზოგადად ენერგოდამოუკიდებლობის საკითხი ჩვენი ქვეყნისთვისაც საკმაოდ აქტუალური არის. ალბათ ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური, მით უმეტეს დღევანდელ რეალობაში. ცოტა საქმეში თუ გამოჩნდეს, კარგი იქნება. ნამდვილად. დღეის მდგომარეობით ასევე არსებობს მოსაზრება, რომ გარკვეულწილად იგივე დიდი ჰესების ჩანაცვლება შესაძლებელია მცირე ჰესებით და ასე შემდეგ. რომ შევაჯამოთ გარკვეულწილად კასკადური ჰესების და დიდი ჰესების გარეშე, რამდენად რეალისტური არის ენერგოდამოუკიდებლობის მიღწევა ქვეყანაში? არსებობს ძალიან რთული არის, შეუძლებელი არის, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ ჰესები, რომლებიც არის ბუნებრივ მოდინებაზე, საშუალოს და მცირე ჰესებს ასაც ვეძახით, რომელსაც კაშხალი არ აქვს, შესაბამისად აკუმულირებას, რომლებიც ვერ აკეთებენ ელექტროენერგიის და არიან ბუნებრივ მოდინებაზე, ყველაზე, ასე ვთქვათ, ისეთ პერიოდში, როდესაც ჩვენს ქვეყანას ელექტროენერგია ჭირდება, ეს არის ზამთრის პერიოდი, ამ დროს წყლის ძალიან მკაფიო ვარდნა არის. ყინვარები ნება, ასე ვთქვათ, ეს იანვარი, თებერვალი და ეს პერიოდი არის ძალიან წყალმცირი პერიოდი, შესაბამისად, ამ დროს უკვე ირთვება რეჟიმულად ის სადგურები, რომლებსაც დააგროვეს წყალი და როდესაც ყველაზე ისეთ პერიოდში, პიკების პერიოდში ამ სადგურებით ახდენ, ასე ვთქვათ, ამ ბალანსის და ამის შევსებას. იგივე არის, ანუ მცირე და საშუალო ჰიდროენერგეტიკასო თავიდანვე მზის და ქარის განვითარება თუ გვინდა, უნდა არსებობდეს შენს სისტემაში ისეთი სადგურები, რომ აი ქარი დაუშვათ, სადღაც გვაქვს 100 მეგავატი პირობითად. დღეს დაუბერა, ხვალ აღარ უბერავს პირობითად, ხო? ამ 100 მეგავატიანი ვარდნა გაქვს და ეს წამიერად უნდა შეავსო, ხო? წამიერად უნდა შეავსო, ან ორი ვარიანტია, თბოსადგური უნდა კონდეს ისეთი, რომ თბოსადგურს დაქოქავ დაუშვათ და ამ 100 მეგავატის მიწოდებას გააკეთებ, ან უნდა კონდეს ჰიდროელექტრო სადგურები აკუმულირებული, როგორც ნამახვანია, ნესკრა, ენგური არის, ასე შემდეგ. რომ ყისიერად მოახდინო, ასე ვთქვათ, ამ ელექტროენერგიის მიწოდება. იგივე მზე ვიცით, დღე ანათებს, ღამე აღარ ანათებს, შესაბამისად, აქაც უნდა ეს, ასე ვთქვათ, ჩანაცვლება დამბალანსებელი ელექტროენერგია უნდა მიაწოდოთ. თბოსადგურები ვიცით, რომ
გაზის მომპოვებელი ქვეყანა ჩვენ არა ვართ, შესაბამისად ესეც არის იმპორტირებული ნედლეული, პირდაპირ დამოკიდებული, შესაბამისად, როდესაც გააქვს იმის საშუალება, რომ შენ ქვეყანაში გააკეთო მსგავსი სადგურები შენს წყალზე, შენს მიწაზე და გამოიყენო ეს რესურსი, ეს აუცილებლად გამოსაყენებელი არის. გიორგი, ბოლოსკენ მივდივართ და გარკვეულწილად შეჯამება მინდა ასე ვთქვათ გთხოვოთ. თქვენ დასაწყისში ძალიან საინტერესო გარემოება ახსენეთ იმ არსებული ეკონომიკური ზრდის ფონზე, რომელიც არის დღეს მონაცემებში გენერაცია ვერ ეწევა არსებულ ეკონომიკურ ზრდას. რა პერიოდში შეიძლება დავდგეთ თვალსაჩინო პრობლემის წინაშე, როდესაც ამას იგივე რიგითი მომხმარე, რომელიც შეიძლება რიგითმა მომხმარებელმა უკვე პირადად დაინახოს და პირადად იგზნოს. მე ხარ არ მინდა შევეხო რაღაც იგივე იმის რთულ წლებს, როდესაც გრაფიკებით იყო ელექტროენერგია და ასე შემდეგ, მაგრამ თუ არსებობს იმისი რეალობა, რომ გარკვეული აი ამ ტენდენციის გაგრძელების შემთხვევაში შეიქმნას თვალსაჩინო პრობლემები ელექტროენერგიის მომარაგების კუთხით. თუ ჩვენ შევხედავთ ამ ზდას, ნახავთ დაახლოებით 5-7 წელიწადში უკვე პრობლემა შეიქმნება რეალური, გამომდინარე იქიდან, რომ არა მარტო ჩვენს ქვეყანაში წარმოებული ელექტროენერგია არ გვექნება და უშუალოდ რომ მივაწოდოთ, ხო, ამ ტემპით თუ წავიდას და არამედ იმპორტსაც ვერ განვახორციელებთ, იმიტომ რომ იმ ელექტროგადამცემ ხაზებსაც აქვს თავისი რესურსი. რაღაცა რაოდენობაზე მეტი არ აქვს იმ კაბელს საშუალება რომ გაატაროს, ხო? შესაბამისად ეს ძალიან კომპლექსური ნაწილი არის და პირველ რიგში მე თუ მკითხავთ, ყველაზე მთავარი არის საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის სამუშაო და სადგურები, რომლებიც დღეს ვერ შედიან და უჭირთ ასე ვთქვათ ინვესტორებსაც განახორციელონ საკუთარი პროექტები და ინვესტიციები მოიზიდონ, არის ერთადერთი პრობლემა და უმნიშვნელოვანესი, არა ერთადერთი, არამედ უმნიშვნელოვანესი პრობლემა ეს არის მიერთების საკითხები. ყველგან ფაქტიურად გაატვირთული არის მოძველებული ანძები, მოძველებული კაბელები მთაში და რეგიონში, ენერგოპროსქსელები და სურო და უშუალოდ ამის რაღაცნაირად რეაბილიტაცია მოხდეს, შემდეგ ამ ხაზებით სადგურები, ამ ხაზებით მიდის უკვე ცენტრალურ სადგურებში, რომელიც სახელმწიფო ელექტროსისტემის არის. იქაც პრობლემები არის, იქაც იმძლავრეებია გასაზრდელი და ერთი სიტყვით ქსელები არის მოსაწყობი და გასაორმაგებელი და რომ ეს იმძლავრეები მივიღოთ. ყველგან აბსოლუტურად არის პრობლემა მიერთების. აი ახალციხეში მეგავატნახევრიან სადგურს ვაკეთებ და მანდაც კი მეგავატნახევარ სადგურის მიერთების პრობლემა არის. წარმოიდგინეთ, აღარ მინდა ვთქვა ეხლა რა ხდება რაჭაში და რა ხდება ლენტეხში და რა ხდება ყველგან და იგივე პრობლემა. მიერთების პრობლემები არის. საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას აქვს ძალიან ბევრი სამუშაო, ის აწლიანი გეგმა, რომელიც არ ვიცი 15 წლის წინ დავიწყე ამ საქმეში საქმიანობა და აი ეს იდება ეს აწლიანი გეგმა გადადის და გადადის. დროა უკვე რომ რაღაცნაირად მუშაობა დავიწყოთ და ხორცი შევასხათ ამ ყველაფერს და ეს ქვესადგურები და ხაზები აშენდეს და გაკეთდეს. გიორგი, ძალიან დიდი მადლობა შენ საინტერესო ანალიზისთვის. გიორგი მარგებაძე, მცირე და საშუალო ჰესების ასოციაციის თავმჯდომარე იყო, ჩვენი გადაცემის სტუმარი და ჩვენ ვსაუბრობდით რეგულირებადი ჰესების პოტენციალსა და საქართველოს ენერგო დამოუკიდებლობის პერსპექტივებთან დაკავშირებით.